ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოციალურ პაკეტზე 1,700,000 ლარზე მეტი იხარჯება. რას მოიცავს პროგრამები, თემაზე ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურიასთან ვისაუბრებთ. ბატონ კახა, გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. გაგვაცანით, რა პროგრამებს მოიცავს სოციალური პაკეტი და რამდენად მორგებული არის მოსახლეობაზე. გამარჯობათ, მოგესალმებით. მივესალმებით თქვენ მსმენელს. პირველ რიგში მადლობა მინდა მოგიხადოთ იმისთვის, რომ გვეძლევა შესაძლებლობა მოქალაქეებს გავაცნოთ ჩვენი სოციალური პროგრამა. ჩვენ უკვე 2025 წლის ბოლოსკენ მივდივართ, უკვე დაახლოებით თვენახევარში დასრულდება წელი და მე მინდა ვისაუბრო 2025 წლის სოციალურ პროგრამაზე. მთლიანად სოციალური პროგრამა ძალიან დიდია, თუმცა მე შევეხები მნიშვნელოვან ნაწილებს ჩვენი სოციალური პროგრამის და იმ ცვლილებებს, რაც ჩვენ წინა წელთან შედარებით გამახორციელებთ. მთლიანად ჯამურად ჩვენი სოციალური პროგრამა არის 1,773,000 ლარი, საიდანაც სოციალური დაცვისთვის გათვალისწინებულია 1,500,000 ლარი, ხოლო ჯანდაცვის პროგრამებზე 271,000 ლარი. ეს 2024 წლის სოციალურ პროგრამასთან შედარებით დაახლოებით 15%-ით მეტია, რაც დაახლოებით 100,000 ლარს შეადგენს. და ძირითადად მინდა გამოვყო ის ნაწილი, თუ რა შევიტანეთ ძირითადი ცვლილებები. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების ოჯახებისთვის ჩვენ ვიხდიდით ელექტროენერგიის გადასახადს, თუმცა ამავდროულად დავამატეთ 3 დეკემბერს არის შშმპ-თა საერთაშორისო დღე, რომელ დღესაც ჩვენ დამატებით 300 ლარს ერთჯერადად ჩაურიცხავთ ხოლმე ყველა ასეთ ოჯახს. ასევე გაიზარდა დაფინანსება კანის ქრონიკული დაავადებების იქთიოზის მქონე პაციენტებისთვის. ჩვენ ერთი პაციენტი გვყავს ესეთი, რომელსაც 1000 ლარის მაგივრად 1500 ლარს ურიცხავთ. სიახლეა აგრეთვე ადრეული ინტერვენციის საჭიროების მქონე აუტისტის სპექტრის აშლილობისა და განვითარების ეტაპების დაყოლების მქონე ბავშვებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ენისა და მეტყველების ცევითი და ფიზიკური თერაპიის კურსის თანადაფინანსების ხელშეწყობას და დაფინანსება აქ შეადგენს 1000 ლარს. გაიზარდა ერთჯერადი ფულადი დახმარება ახალშობილი ბავშვებისთვის ოჯახზე, პირველ ბავშვზე 200 ლარის მაგივრად 200 ლარი და მეორე შვილზე 300 ლარის ოდენობა გამოყოფილი. ასევე ტყუპი ბავშვების დაბადების შემთხვევაში, ეს არის 2 და ზევით არსებული ბავშვები, დახმარება შეადგენს 1000 ლარს. ერთ ოჯახზე, რომლის წევრი ასევე საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, მკურნალობას, კვლევას, მას გაუხდა 200 ლარი, 100 ლარის ნაცვლად. ასევე მეორე სიახლე გვაქვს, რომ ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისთვის სასწრაფო სამედიცინო მკურნალობისთვის თანადაფინანსება 700 ლარის მაგივრად გავხადეთ 1000 ლარი. ახალი სოციალური საწარმო შეიქმნა, მენდე ქვია, რომელიც ჩვენი თანადაფინანსებით განხორციელდა ამ საწარმოს შექმნა. ეს იყო შშმპ-ების, ასე ვთქვათ, ინიციატივა, გამოიყო ფართი მუნიციპალური და ასევე 10,000 ლარი გამოვყავით, რომელთაც მოხდა იმ არსებული ოთახების შეკეთება, შერემონტება და აღნიშნული საწარმო ფუნქციონირებს, სადაც 8 შშმპ-ია დასაქმებული. ბატონ კახა, ახლა მალე დაიწყება მომავალი წლის ბიუჯეტის შედგენა და იგეგმება თუ არა თანხების გაზრდა 2026 წლისთვის ამ მიმართულებით? როგორც ვიცით, 15 ნოემბერს მერიიდან შემოვა ბიუჯეტის პროექტი და ამის შესახებ გვექნება მერე საკრებულოს უმრავლესობაში და საკრებულოში მსჯელობა და ჩვენ 10 დღის განმავლობაში გადავგზავნით ჩვენს რეკომენდაციებს მერიას
და ამავდროულად ამ პერიოდის განმავლობაში გვექნება უმრავლესობის შეხვედრა როგორც მერთან, ასევე მის სამსახურებთან და ერთობლივად მოხდება მსჯელობა. რა თქმა უნდა, მომავალ წლისთვის გვექნება გარკვეული სიახლეები და ამას მერე უკვე საკრებულო და მერია ერთობლივად შევჯერდებით. ეხლა წინასწარ ვერ გეტყვით იმ ასე ვთქვათ სიახლეებზე, რასაც ვფიქრობთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია უკვე მომავალ წელს გაგაცნოთ აღნიშნული საკითხი. ასევე მინდა აუცილებლად ავნიშნო, რომ 2024-25 წლებში ჩვენ მუნიციპალიტეტს ჰქონდა ევროკავშირთან და გერმანიის მთავრობის თანადაფინანსებით პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოხდა 18 მეწარმის თანადაფინანსება, თანხა გამოყოფილი იქნა ევროკავშირის მიერ 125,295 ლარში ადგენდა და მათ შემოიტანეს ამ 18 მცირე მეწარმემ თავიანთი პროექტები, რითაც უნდათ გარკვეული საქმიანობის განხორციელება და მოხდა, ასე ვთქვათ, თანადაფინანსება ამ პროექტების და ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, წახალისება იმ მცირე მეწარმეობის. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელზეც გარკვეული ცვლილებები ჰქონდა ჩვენ 2024 წელთან შედარებით, თუმცა ჩვენ ის სტანდარტული საკითხები, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდა, რა თქმა უნდა, ეს გვაქვს ჩვენ სოციალურ პროგრამაში და ამის მიხედვით, მაგალითად, გვყავს მოქალაქეები, რომელსაც უხდით, ასე ვთქვათ, ბინის ქირას, ესეთი 27 ადამიანია და 37,000 ლარი გვაქვს ამაზე დღეს მდგომარეობით დახარჯული, მაქსიმალური თანხა 200 ლარში ადგენს, ბინის ქირი ზოგი 150 ლარს იხდის, ზოგი 200, ზოგი 100 ლარს, იმის მიხედვით თუ რა რაოდენობისაა გადასახდელი, იმის მიხედვით ურიცხავთ მათ თანხებს. რაც შეეხება ოპერაციების დაფინანსების პროგრამას, რა დახმარებას თავაზობთ მოსახლეობას? რა თქმა უნდა, ამაზეც გვაქვს ჩვენ თანხა გამოყოფილი სამედიცინო კვლევებისა და სტაციონარული მომსახურების დახმარებისთვის 1346 ადამიანმა ისარგებლა დღეს მდგომარეობით ჯამში ეს თანხა 47,808 ლარი არის დღეს მდგომარეობით. ამავდროულად გვაქვს, როგორც წეგან აღნიშნეთ, ახალშობილების დახმარება, ამაზე მოგაწოდეთ ინფორმაცია, ასევე მარტოხელა სოციალურად დაუცველი პირების დაკრძალვის სარიტუალო ხარჯები გვაქვს, მაგალითად წელს 3 ოჯახი იყო ესეთი და 3,000 ლარი გამოიყო ამაზე, ანუ თითო ოჯახზე 1,000 ლარი გვაქვს გამოყოფილი. ასევე გვაქვს დევნილების დახმარების პროგრამა და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 58 ოჯახი გვაქვს ჩვენ მუნიციპალიტეტში და თითო ოჯახზე 150 ლარს ურიცხავთ ხოლმე და ჯამში 8,700 ლარია ამაზე გამოყოფილი. ასევე გვაქვს იმ ადამიანების მიმართ, ვინც თავი დასდო ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის, სამშობლოს დასაცავად მებრძოლი ოჯახებისთვის, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, ერთი ვეტერანი გვყავს, რომელსაც ასევე 250 ლარი გადავეცით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 15 ვეტერან ოჯახს ერთჯერადად 300 ლარი გადავეცით და ჯამში 4,500 ლარი არის. მეორე მსოფლიო ომის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლთა გარდაცვლილთა ოჯახებს სარიტუალო ხარჯი 3 ოჯახი იყო და 1,500 ლარი დავაფინანსეთ და ასევე აგვისტოს სამშობლოს დაცვისთვის დაღუპული მეომრის ოჯახს ერთი გვაქვს ჩვენ ესეთი 500 ლარი ჩაურიცხეთ. ასევე გვაქვს უფასო ყვების ობიექტები, ორი ობიექტი გვაქვს ესეთი, ერთი ქალაქ ლაგოდეხში და მეორე სოფელ აფენში, ჯამში 140 ბენეფიციარს ემსახურება ეს ობიექტები და ამაზე გვაქვს ასევე გამოყოფილი თანხა და 91,540 ლარია დღეს მდგომარეობით ამაზე დახარჯული.
დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. წარმატებას კი სურვებთ. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია.